გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე თუ როგორ დავბეჭდო დოკუმენტი გადატრიალებულ გვერდზე, ანუ არა portrait, არამედ landscape გვერდზე. პირველ რიგში შევიდეთ ბრძანებაში view და ავირჩიოთ ბრძანება page break preview. ამ ბრძანების არჩევის დროს თქვენ დავინახავთ თუ როგორ არის მონიშნული დიაპაზონი, ანუ როგორ დაიბეჭდება ეს დოკუმენტი. გადავდივართ ნორმალზე და ვხედავთ, რომ გაჩნდა დამატებითი წყვეტილები. დამატებითი წყვეტილი ხაზები გვაჩვენებს თუ რომელი დოკუმენტი როგორ არის ამ შემთხვევაში მოწყობილი და იბეჭდება. თქვენ ხედავთ, რომ ეს დოკუმენტი თავისუფლად ეტევა ამ გვერდზე. თუმცა თუ ნახავდით, რომ გვერდი დაუშვათ გაწეულია და ხედავთ, რომ არის უკვე გადასული მეორე გვერდზე. ბრძანებით მაგალითად page break preview უკვე დავინახავთ, რომ მეორე გვერდით ჩნდება დიაპაზონში. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა. ან გამოვწიოთ გვერდით ეს წყვეტილი ლურჯი ხაზი, ან უბრალოდ გადავატრიალოთ ფურცელი. ბრძანებით page layout-ი და ავირჩიოთ portrait-ის მაგივრად landscape. როგორც კი landscape-ზე გადავედით, ხედავთ, რომ ეს დოკუმენტი უკვე მოექცა ერთ ჩარჩოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაიბეჭდება როგორც გადატრიალებული დოკუმენტი. თუმცა თუ მაგალითად გავხსნით ფაილს, რომელიც გახლავთ მაგალითად სამუშაო მაგიდაზე, ქვია გიორგი დათუკიშვილი და არის ესეთი დიდი ტიპის ცხრილი, ჯერ შევამოწმებთ მას view menu-დან page break preview-ზე, გადავალთ და შევხედავთ, რომ აი ესე არის ამ შემთხვევაში მონიშნული. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ page layout-ში, მივცეთ ბრძანება მაგალითად clear print area და ანუ დავიწყოთ იმის შემოწმება, თუ როგორია ეს გვერდი. landscape-ია. თუ ავირჩევთ portrait-ად, ანუ ის გადაკეთდება როგორც portrait გვერდი და დაიბეჭდება როგორც ჩვეულებრივი ერთი სწორი გვერდი, ანუ დაეტევა მთლიანად. იმიტომ რომ ამ ბრძანებაში ჩვენ მითითებული გვაქვს page break-ები ისე რომ ჩასმული იყო მხოლოდ ერთ კონკრეტულ გვერდზე სრული დოკუმენტი, მაგრამ თუ ავირჩევთ print previews და დავაწვევით ამ რგილად, დავინახოთ რომ ეს დოკუმენტი ისე იბეჭდება, რომ ფაქტობრივად ხილული არ არის. მივცეთ no scale-ი და ვნახოთ სინამდვილეში როგორია ეს დოკუმენტი. აი თურმე სინამდვილეში რამდენი გვერდისაგან შედგება. და თუ უფრო პრაქტიკული გახდება, ის ჩვენ შეგვიძლია გადავატრიალოთ, როგორც landscape. მაგრამ landscape-ის გადატრიალების დროს, როგორც ხედავთ, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა ის, რომ თითო გვერდზე დაეტიოს მთელი ცხრილის სიგანი. ამიტომ აი ამ ლურჯ ზოლს გამოვწევთ და უკვე მივიღებთ აი ესეთი ტიპის ცხრილს და ესენი უკვე დაიბეჭდება ყველა თითო გვერდზე. მადლობა ყურადღებისთვის.